საუმარჯოს. მე და გაბრიელი ვახერთ შპალიერს. შპალიერს არა, ქაღალდს. ეს ხო შემოშოს. მე თუ მთელი დღეა აი მეებს ახლა უნდა ვაკმენი, ნო, შა. მიდი. ნო? გავუშვი. კარი საქენი. ეხა იცი რა ქენი. ერთადერთი მეჩა. აი ამაზე ძალიან სველი არ მიაკარო იოანე, იმიტომ რომ გიფსუა ესა და გაფუჭდება. აი ყველგან რო გაუსმე და ოდნავ რო დარჩება, ხო იცი, ეგ მოუსვი. და აი მეებთან გაფრთხილი აი. ამასთან და დენთან. ძალიან დაჟიება არ უნდა. იმიტომ რომ ნახე ეს რო ერთ ახალი გაკრული არის შარშანწინა ეს ვაფშე შარშანდელი გაკრული არის. აი ეს ჩავაყენეთ შარშან თუ შარშანწინ და ეს არის მე რო გავაკარი გახსოვთ ხალხნებო აქ უნდა. ოღონდ აი დენებს არ დაასხა ძალიან ფრთხილად იყავ. აბა იქ მაინტერესებს. რატოტას ჭი არის აქენი რომ ბარემ მთლიანად ჩაიდებოდა. მე ჩემი საქმე მაქვს ხა უნდა დავაუთრო, მაგრამ ივანე მოვიდა ხა მასწავლებლისგან და მოიწადინა ეს ამბავი. უბრალოდ ვარჩავე 14 ხო შეიძლება. აი ნახე, всё. სანამ ეხა სხვაგან გაყვები, ეს დასვენდება, ბევრი არ ცულა. ხო? აი ეს დალეული ხარ, ვანო, დალეული. ვის უხეთქავს გულს ესა? ვის ემალება? ცოლიო. გაიგე. თეონა მოსული და როგორ სახე დაი სერიოზული და ისე წავიდა. ვანო საკ დაავადება ცში. ცში. მომიგა თამაში თამაში. თამაში ბივარი, აბა შეგაგონია ხა მე ამას ბოლომდები ზა, აბა ის მოიტანე. აბა აუსვი ხა ის. ცში არის ცოლშიშა. არა მე წაველი უნდა ისა. გავაკეთო. უთო. არა დარჩი. აი. всё, აი ეს ხა უბრალოდ სანამ იქიდან აქ ჩამოყვები, კარგად დასვენდება ესა და ძალიან ადვილად იცლება მერე. და ეცადევში გაღარია რომ მერე აი გევრ დაყარ და მე მოვასვთო რა. აი. სანამ ჩამოყვები ერთ ადგილას წავედი. მაგრამ წაიღოს იმის. რა. სახმა. მე წაიღო რომ მანქანა ხარ. უდე. კიბია იმასაც დაადო. გაწყდება. წავედი მე ჩემს საქმეზე. კიბეს დროს ყურადღებით იყავი ის არ გაწყვიტო და მე ვიზავ მერე. აბა. რამდენი გადაგიხადო? საათში 2 ლარი. ხა დაფიქრდა. მიდი. ძალიან არ მოდუდღნო და დენს გაუფრთხილი და კაბელს ინტერნეტისას. და რა ჩერი წავედით. აი ჩემი ახალი გოგო. ფეხებიც დაუყენეთ მე და ბარბარემ. ფეხები რაღაცა კაცო ქეჩები. ხო და აი ესე. ეს შუქი არ არის მე მგონი მე რომ მიყვარს. აი ეს არის. უთოთ შეერთებული მქონია უკვე. ცში. უნდა განგიმარტოთ ცოლშიშას, ის არა. ერთმანეთს ეუბნებიან ხოლმე ბიჭები, რომ ცში გააქო. ან ცოლი რო დაურეკავს, ან ერთად რო ვართ და რაღაცა ის მოკლედ ხან ლაშა ცში, ხან თორა, ხან ვანო. ეხა ვანო იყო. ვანიჩკა არის გაბრიელის ნათლი.
ნათლი დედას მეძახის. დავაუთოებლომად სხვათა შორის ნახეთ, როგორ რაღაცები შევალაგეთ, თეთრეული, მაიკები, ის რამე კარგად დავაუთოვე. საკაც მაქვს გადაკიდული. ეხლა ცოტას დავაუთოვებ. ცოტას ძალიან არა, ბევრს არა, ძალიან არა. ხო და დავისვენებ. საჭმელი არაფერი არ გამიკეთებია დღეს, იმიტომ რომ ესა რაღაცეები ცოტა გვაქვს. ამიტომ ის ცოტა ჭამონდა, ხო გავაკეთებ. თუმცა ცოტა კარტოფილი მოვხარშე და შეუძლიათ ჭამონ. მაგ კიდე ზაფხულის ტოლმის ფარში უაერებ. აი ასე. აიქრე. ის დაიდო. გამოცდების განრიგი ხალხნო. ესე იგი მე რო ორში გოგოებს გავუშვებ ბათუმში. არა დასასვენებლად. არამედ რა ქვია მაგას. ცეკვიდან წადიმოდი, ანუ იცეკვებიან და წამოვლენ უკან. ძალიან დამღლელი იქნება უკვე. მათ მაგივრად მე მეზარება, მაგრამ რა ვუყო. მე ვერ ვიცეკვებ მაგათ მაგივრად. ხო და მაგათ რო გავუშვებ, მე ლაშა და იონე წავალთ ორში დაახლოებით 12 რო დაიწყება მაგ პერიოდში. მოკლედ შუა დღით აქვს 2 საათზე აქვს გამოცდა ქართულში ისანშია 103 სკოლა მგონი. მან აქვს გამოცდა. ხო და მოკლედ ეგ ამბები დაიწყო და გველოდება რა. მაგრამ ეროვნულებზე ძალიან ველოდები, ხვალე არა და ზეგ უნდა იყოს პასუხი. იმის გპ-ის 1700 კაციდან დაახლოებით 200 კაცი უნდა ბავშვი. ჰო! დაბლა დაყარე გვერდებზე, რომ მე თვითონ ავიღებ. შიგაღარიარო. მოუხვეტავ და მოუწმინდო, მაინც ხო უნდა მოუწმინდო და ანუ იცი რატო ნერვიულობ? მაგ ფაკულტეტებზე ყველანი იქნებიან ძლიერები და გაცხრილვა მოხდება ძლიერებში. და რა თქმა უნდა მე უკვე ის იქნება ერთად ვინც ხა უცხო ნომერია უპასუხო. აი კრედო ბანკი იყო. კრედო ბანკში მქონდა რისი განმოდება? საერცხის მანქანის, ხო? და ისა. სხვა შორის არანაირი პროცენტი არ დაემატა. ხო და ისა ხვალო მარტყოფში უნდა იყოსო. ცენტრში გამოაქვთ ხოლმე სხვადასხვა ტექნიკა რაღაც და ყიდიან რა და ხო არ გინდათო და მეთქი. რა ქვია, კონკურენცია იქნება მაქსიმალური ქულებით, იქ შესვლა რაღაც. ნუ იმასაც ვუშვებ რა თქმა უნდა, რომ რაღაცა შეიძლება ვერ წავიდეს და ჩაულებრივი მოვლენა ეგ. და შეიძლება შიდა მობილობაში გადავიტანოთ მერე. ნუ ყველაფერი დასაშვებია რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის შიდა გამოცდა თუ შიდა ტური რაც ქვია, კარგად ჩააბარა. ეხლა ვნახოთ მაქსიმალური ქულები რა იქნება ეროვნულებზე რა. მოკლედ ყველაფრის გამოცდას ხო ელოდები, გამოცდის შედეგის პასუხს რა თქმა უნდა, მაგრამ აი ზეგიდან ველოდებით ჩვენ უკვე და ეგეთი თემა. თავარია გპ-ი გაქვთ ათხოვს. იცი რის შეკვეთა მივეცით, ლაშა ამბობდა წეღან მოვიდა და რაღაცები ისაქნა რა და ბადეები მინდოდა.
ფანჯრებისთვის ბადეები. ჩარჩოებს კი ვაკეთებ ხოლმე ხით და ძველზანავესკას გადავაკრავ ხოლმე და რაღაცა, მაგრამ ახლა როგორი ამორტიზატორი. მაგრამ ხა 2000 კილო არ უნდა დავაწვეთ, ეთერ რო წამოვწეკ. ხო და ისა. მაინც ხან კატახევდა ხა რაღაცა და ნერვებს მიშლიდა რა და ეხლა აგერ ამ ხელა ის იყო ფუტკარი იყო შემოსული. პლუს დღეს თველ დღე აი იქ იყო წეგან დიდი ბუზი და აგერ იქ ამყავდა მწყდეული ფანჯარასთან ეხლა უნდა მივასიკვდილო და გავუშვა. ხო და ხა რემონტს რო აკეთებდა თეთრად რო ღებავს თუნდაც ჭერს და რაღაცა რატო უნდა გაგისკლინტოს ბუზმა და ეგენი მინდოდა რა და აქ სოფელში აკეთებენ ეგეთ რაღაცებს ფანჯრებსაც და ეს ფანჯრები სულ აქ სოფელში გაკეთებულები. ხო და იყო რა ჩასული რაღაც საქმეზე და დღეს ხო 22, ხო. დღეს დამერიცხა YouTube-ის ხელფასი ქალივით და ლაშას ხარი. მეების შეკვეთა მიეცი მე ვიხდი მე. ხო და ბადეებს გავაკეთებინებ. და ზოგი კიდე წერს ხოლმე რომ არიან ხოლმე გამოვარდნილი ხალხი რომ აი რა არის ეხლა და აი რა საკეთებ აქ რო ხარ. ვაუთხოვებ. პარალელურად ვლაპარაკობ. ამის პარალელურად კიდე ფულს მირიცხავს Google. აი თუ არ არის სამუშაო არის, როგორ არის ჩემთვის არის. გასართობი პირველ რიგში, სასიამოვნო მეორე რიგში, მესამე რიგში ის რომ გეზარება ბევრჯერ თქვენი ხათრით ვაკეთებ ხოლმე საქმეს, რომ თან რო ვლაპარაკობ, აი ხა მაგალითად მაგრად მეზარება, მაგრამ ერთორმა იკას ხომ მოვასწრებ სანამ ვიგაგანებ. ამიტომ საქმეც შემემატება, კი არა და საქმესაც გაკეთებულ საქმეს შეემატება მაიკები. ხო და ისე ის წინა ჭრიალებდა ხოლმე სახა. ხო და ეგ ხომ მესამე იყო თუ მეოთხე. სამსახურია, მაგრამ სასიამოვნო სამსახური, რომელიც ბევრს არა აქვს. ხო არის რომ სამსახურში წასვლა გეზარება ადამიანს. მაგრამ უნდა წახვიდე რა თქმა უნდა იცხო. ახლა მართალია მე აიხუი რა დასამალი მაქვს არაფერი 445 ლარი დამერიცხა ქალივით. რაც ეს ხელფასი მაქვს YouTube-ის ლაშა არასოდეს შემიწუთებია ბავშვების ექსკურსიის თანხით, ცეკვის თანხით, რაღაცა ესეთი დაბადების დღეების თანხით, ან მაგალითად ან ბავშვები რო სადმე მიდიან და რაღაცა, ხო? ხო და აი როგორ არის? თლად გასართობი როგორ არის ახლა ეს? ხელი შეშველება ოჯახზე თან გაქვს საკუთარი ფული. ისიც კარგად იცით, ქალს რო საკუთარი თითოეულა კაპიკი აქვს და ელემენტარული რაღაცეებში არა აქვს სათხოვნელი ფული, ეგეც რა მაგარია. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს გადასახადები სულ ყველაფერი ლაშას კისერზეა რა თქმა უნდა. მაგდეს მე ვერ გავწდები. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აი ესე წვრილმანებში თუმცა არ არის იცით თქვენ გასვლითი ღონისძიებები ხოლმე თუნდაც ექსკურსიები, თუნდაც ცეკვა და თუნდაც ყველაფერი არ არის პატარა თანხა. და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ხელი რატო არ გამოდის აქედან წყალი? ხელი შევუწყო რა მოკლედ. ასე რომ ვისაც მთლად გასართობი გონია ეს ეგეც არ არის და ჩემთვის რავი YouTube უკვე რავი რამდენი წელი აღარც მახსოვს მე7 ჩემთვის ყველაფერია. ყოველდღიურობა ვერც კი აგიხსნით, ვერც კი წარმოგიდგენიათ. ბევრს აი ვინც ესე ფიქრობს, რამდენად შეიძლება რომ ეს საქმე გიყვარდეს და რამდენად აი მაგალითად ვიდეო რო არ მაქვს ხოლმე დადებული, იმ დღეს როგორ მაკლია ხოლმე რაღაცა, უბრალოდ ვერ ვახერხებ ხოლმე, არის მიზეზები, არის სხვადასხვა მომენტები, ხალისი რა, ანუ ხო შეიძლება რაღაცამ წაგიხდინოს ხალისი, თუნდაც იმიტომ რომ მე არ შესმაყურებელს არ ვთქვა გამარჯობა და არ მოახვიო თავს ეს ყველაფერი, ამიტომ მაგ დროს
ჯობია არ ჩაწერო ვიდეო, რადგან შენი პრობლემა არ შენი პრობლემა. არ უნდა იყვნესო, არ უნდა იწუწუნო, ისედაც დამწუხრებულია ხოლმე ზოგი და ელემენტარული აქ შემოდის, რომ 2 წუთი ყავასთან დაჯდეს და რაღაცა დადგე შენცა და იყვნესო და იწუწუნო, თუმცა ერთს მადლობა რომ არა მაქვს იმის ის და არც იმის ამბიცია რომ ვარსკვლავებს ვეთამაშო და საკმარისია ის ჩემთვის რაც მაქვს და თუ რამე მინდა კიდე უნდა მაშინ მაგისთვის გავტოყდო, უნდა გავტოყდე, არ უნდა ვიკუნესო. თუ შევძლებთ გავაკეთებ ისევ ჩემთვის იქნება კაი. აი ხალხთან რომ მივიდე და ვიკუნესო რომ ეს არა მაქვს, ის არა მაქვს მეთქი რა. ხალხს თავისი გაჭირვებია. მაგრამ რატომღაც ნუ ეგ YouTube-ის სფერო არ არის, ეგ უფრო TikTok-ის სფერო არის. პირადი ნომრები და რაღაცა, ნუ YouTube-ზეც კი არის, მაგრამ უფრო TikTok-ის სფეროა ეს მათხოვრული ვლოგები ხოლმე და ეგ ძალიან არ მიყვარს რა. და ძირითადად ასეთ გვერდებს ბლოკავ. ასე რომ, ვისაც მიგაჩნიათ, რომ აი ვიღაცას დაინახავთ, აი მას მეტი საქმე არა აქვს, რომ თქვათ გაიფიქრებ. არა. საქმის მეტი რა არის, მეტი სოფერს ჩემს შემთხვევაში. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ჩემთვის საქმეზე მეტია. სასიამოვნო საქმე. ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ბევრ ადამიანთან დაახლოება. ეს ჩემთვის ბევრი უნახავი ადამიანი იმ დონეზე მიყვარს და იმ დონეზე ჩემთვის ახლობელია. აი არ ვიცი, ვერ ჩამოვთვლე არავინ გახურჩეს, რომ აი ყოველდღიური კონტაქტი რო გაქვს რაღაცაში გადაშიგრო დაეკონტაქტები, რომ გაინტერესებს როგორ არის, რომ დაგირეკა, რომ მოგწერენ, რომ აბა დღეს ხო მაგრად ხარ რაღაცა. აი ეს არის ჩემთვის YouTube და აი უნახავი ხალხი. საერთოდ ცხოვრებაში არ გინახია ხალხი, რომ შენთვის ძალიან ახლობელია ეგ მომენტია. ხო მართლა, სანამ ვიდეოს დავამთავრებ, მინდა ერთ თემასაც შევეხო. გუშინ დამიკომენტარეს, რომ სად არიან სოფო და ფატი, რომ აღარ ჩანანო. წეღანაც ამ მქონდა სოფოსთან ჭორაობის მომენტი. სად არიან? ისევ იქ არიან, სადაც არიან, სადაც იყვნენ. გარდა იმისა, რომ სოფო. ო! ერთამი მუშა მეძახის. მოიდი. ხო, ფატია ბორჯომში ისევ იქ, სადაც იყო და გახსოვთ სტუმრათაც რო ვიყავით, ხო იცი 1 აპრილს. ეგ ამბავი გაგზნობებათ ხო. გველა ძურად ჩავიცინე. ყავს ფრანგულის მოსწავლეები, ისე რომ თავის მოსაფხანი დრო არ აქვს. და სოფონია კიდე გორიდან გადმოცხოვრდა თბილისში, შეიძინა სახლი, მუშაობს, გასულია მთელი დღე. განამანანასავით შარვალს უხახუნებს. ეს არიან დაკავებულები, გვაქვს მიმოწერა რა თქმა უნდა, გვაქვს მოკითხვა. უბრალოდ დაკავებული ხალხია და აქამდე ვეღარ ამოვათრიე. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხლა ფატი როგორ მოახერხებს ბორჯომიდან აქ ჩამოსვლას არ ვიცი. თავისიანებისკენ თუ ჩამოვა თბილისში, აქ შემთხვევაში მოვა ალბათ აქაც. მაგრამ ის გველაძუა სოფო მანქანით ამოქროლდება ალბათ გაბრიელი რო დაიბადება. იქნე მაგით მაინც მოვიტყუო თორე. და ვიღას უნდა შენი მანა გერათვალე. დაგრიალობენ სამსახურებში ქალებივით. ასე რომ კითხვას თუ სად არიან სოფო და ფატი რო აღარ მიხსენებია. რა სახსენებლებიც ეგენი არიან, მაგრამ კაკ არიან. მაგათ გადაკარგავთ. სოფო და ფატი ისევ ჩემთან არიან. ისევე როგორც შორენა, ისევე როგორც ხათუნა, ისევე როგორც თამუნა, ისევე როგორც ნინო, ისევე როგორც თამო. არავი გამორჩეს ვიკა. ვინმე გამორჩეს მომკლამენ, ცემენ. ასე რომ ხალხო, აი ეს ხალხი ვით ჩამოგითვალეთ, ჩემთვის წლების წინ იყო უცხო.
ძალიან ბევრი კიდე, აი ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი. ასაკით ზოგი ჩემზე დიდი, ზოგი ჩემი ტოლი, ზოგი ჩემზე პატარა. როგორ შეიძლება რო ეგ ხალხი, რომელიც აი ძალიან ჩემს ახლობელია, თქვა რომ იცი რა არის, აი რაღაცა დროებითია. ალბათ TikTok-ს ოდესმე თუ გავაუქმებ, TikTok-ი რა შეშედე YouTube-ი, მე ამ ხალხთან მაინც მექნება ურთიერთობა. როგორ შეიძლება არ მქონდეს ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც დედილოს ვეძახი, წლებია უკვე. იმდენად აი ესე იცის ხოლმე დედის გულივით მოკითხვა. როგორ შეიძლება ეგა? ბევრი. თუნდაც ნანუშკი, არ ვიცი მიყურებ თუ არა ამ ვიდეოს. ყოველთვის ფიქრობ ხოლმე შენზე. და ვიცი რომ მაგრად ხარ და მაგრად იცი. არ მინდა რომ ვინმე გამომჩეს, იმიტომ შიგადაშიგ ვამბობ ხოლმე ხალხს, რომ აი ესა ჩემთვის YouTube და ეს არის საქმე. ეხლა უბრალოდ დამცხარ. ხო და თან რა კაი საქმეა, იცი? როცა გინდა შვებულებაში გადიხარ. უთოს არ ვამბობ, YouTube-ს ვამბობ. როცა გინდა ისვენებ. თავარია დღეში ორჯერ გამოცხადე და დაახლოებით და დარჩენ და გადაიცი, გინდა delete ჩაწერე ვიდეოები და მერე დადე. გინდა მერე ჩაწერე. ანუ იცი როგორი სამსახურია? შენზეა მორგებული რა. არჩი, შვენიერალური. ასე რომ აი ეს არის ჩემს YouTube-ი. ახლა წავლა იმ ბუს მივას სიკვდილებ და მოვად. არავინ არა თქვეს ჩემზე რომ უმუშევარი ქალიაო. აი ახლა სამსახურში ვარ. უბრალოდ ახლა ჩემი სამუშაო საათებია მოიწურა და წავედი. წავედი ივანესაც მივეხმარები. ოღონდ ლაითად, იმიტომ რომ მაქსიმუმ 1 თვე კიდე უნდა გავკაჩო. წაველი აბა ბედნიერი დღე ყველას.